დღეს განვიხილოთ BMW i3 Rex-ი. რა ვიცით ამ მანქანის შესახებ? ვეცდები რომ ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ ამ მანქანასთან დაკავშირებით. დანახარჯი აქვს მინიმალური, იმიტომ რომ ძირითადად მოიხმარს დენს, შეგიძლიათ ჩვეულებრივად დადონოთ სახლის პირობებში და სწრაფ დამტენს. იდეალური არის ქალაქისთვის, ძალიან კომფორტული არის გადასაადგილებლად, საცობებში არის ფანტასტიკური და მართვის სტილი მე პირადად ძალიან მომწონს, იმიტომ რომ არ აქვს ძრავის ვიბრაცია. თუ რა თქმა უნდა ძრავს არ ჩაურთავ. თუ ძრავს ჩაურთავ, მინიმალური ვიბრაცია აქვს, რაც მგონია რომ დიდ დისკომფორტს არ შეგიქმნით. საქართველოში ნენელა ეს მანქანები ძალიან პოპულარული ხდება, იმიტომ რომ ხელმისაწვდომი გახდა და ქალაქისთვის არის ძალიან ეკონომიური. მანქანის დადებითი მხარეებზე ვისაუბრებ და მე უარყოფით მხარეებზე. დადებითი მხარეები არის ის, რომ არის ზომაში პატარა, არის კომფორტული, შიგნით არის საკმაოდ დიდი სივრცე, მისი ზომიდან გამომდინარე გადაადგილება გიმარტივდება, არ ფუჭდება. რას გულისხმობ არ ფუჭდება? მანქანას აქვს ძირითადი დატვირთვა ელექტროძრავზე, თუ წესიერად უვლით და სერვის უტარებთ დროულად, არ უფუჭდება სავალი ნაწილები. ჩემი გამოცდილებიდან ამ მანქანის მინუსებზე რა შემიძლია ვთქვა? სავალ ნაწილზე გავიგეთ, რომ მოვლის შემთხვევაში არის კარგ მდგომარეობაში და შეიძლება წლები ისე გავიდეს, რომ არაფერი არ მოუვიდეს, მაგრამ აქვს ერთი მინუსი, აქვს ძრავის ბალიშები, არის ამ მანქანის სუსტი წერტილი. 2017 წლამდე თუ არ ვცდები. და რაში მდგომარეობს ეს პრობლემა? ძრავის ბალიშები, ორი ბალიში აქვს გვერდებში და ერთი შუაში. რეზინის ბალიშები არის და მარტივად ცუდება. არ ვიცი ეს BMW-ს ინჟინერებმა რატომ არ გათვალეს, მაგრამ ეს პრობლემა აქვს ამ მანქანას, რაც საკმაოდ ძვირი ღირს. აი ესეთი პატარა ნაწილი არის, ძვირი ღირს და ძვირთან ერთად შოუნაც პრობლემა არის. მაქსიმუმ თუ გამოწერთ, თორემ საქართველოში მე პირადად ძალიან გამიჭირდა ახლის ყიდვა. ერთადერთი შემიძლია აი ეს პრობლემა ვთქვა, დანარჩენი ამ მანქანას არანაირი პრობლემა არ აქვს. თუ ფიქრობთ ამ მანქანის ყიდვას, მე მგონია რომ ძალიან კარგი არჩევანი არის, იმიტომ რომ ნაწილები აი ამ ძრავის ბალიშის გარდა ყველაფერი იშოვება ჩვენთან. საბურავებზე არის ცოტა პრობლემა, მაგრამ ეგეც დარწმუნებული ვარ, მალე მოგვარდება. ნაწილები აბსოლუტურად ყველაფერი იშოვება, გარე ვიზუალი, შიგნით სავალი ნაწილი აბსოლუტურად ყველაფერი იშოვება. არანაირი პრობლემა არაა და არ შეგეშინეთ ამ მანქანის შეძენა. ელექტროობასთან დაკავშირებითაც არიან ხელოსნები, ძალიან კარგი ხელოსნები, ვინც მოგიგვარებთ პრობლემას. რომელი მანქანა გინდა შემდეგ ვიდეოში განვიხილოთ. აუცილებლად დამიწერეთ კომენტარებში და არ დაგეზაროთ. გამოიწერეთ ჩემი არხი.